სწოლისას იწყებს მოძრაობას, ანუ აჩქარდება. იმისათვის, რომ მანქანა დაძრას, ადამიანმა, რომელიც მას აწვება, უნდა შეასრულოს მუშაობა, რომელიც გარდაიქმნება მანქანის კინეტიკურ ენერგიად. აჩქარებისას კინეტიკური ენერგია იზრდება. თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას კინეტიკური ენერგია არ იცვლება. ამ შემთხვევაში ადამიანის მიერ შესრულებული მუშაობა მთლიანად იხარჯება ხახუნის ძალის დაძლევაზე. როდესაც ადამიანი მანქანაზე აღარ ზემოქმედებს, იგი შენელდება ხახუნის ძალის გამო და მისი კინეტიკური ენერგია შემცირდება. ავტობუსის მასა მეტია. ამიტომ ტოლის სიჩქარეებით მოძრაობისას ავტობუსს ავტომობილზე მეტი კინეტიკური ენერგია ექნება. წამში 30 მეტრის სიჩქარით მოძრავ ავტომობილს უფრო მეტი კინეტიკური ენერგია აქვს, თუ წამში 50 მეტრით მოძრავ იმავე ავტომობილს. დააწყებუნეთ სწორი პასუხის შესაბამის ავტომობილზე. ენერგია მუშაობის შესრულების შესაძლებლობის ზონაა. ენერგია მუშაობის მსგავსად ჯოულებში იზომება. ჩანთის აწევისას სრულდება მუშაობა და კუნთებიდან ენერგია გადაეცემა ჩანთას. ჩანთის პოტენციური ენერგია კუნთების მიერ შესრულებული მუშაობის ტოლია. როდესაც ვაწვევით ურიკას, ვასრულებთ მუშაობას და მას გადავცემთ ენერგიას. ურიკის კინეტიკური ენერგია კუნთების მიერ შესრულებული მუშაობის ტოლია. საგნის აწევისას სრულდება მუშაობა, ანუ მას გადაეცემა ენერგია. დაცემისას საგანი კარგავს ენერგიას. ამ ენერგიას გრავიტაციული პოტენციური ენერგია ეწოდება. გრავიტაციული პოტენციური ენერგია სხეულში დაგროვილი ენერგიაა, რომელიც მას გადაეცა აწევისას. სხეულის მიზიდულობის ძალა ტოლია მასა გამრავლებული თავისუფალი ვარდნის აჩქარებაზე. დედამიწაზე მიზიდულობის ძალა თითოეულ კილოგრამზე 10 ნიუტონის ტოლია. გრავიტაციული პოტენციური ენერგია უდრის მასა გამრავლებული თავისუფალი ვარდნის აჩქარებაზე და გამრავლებული სიმაღლეზე. სიმძლავრეს და ძალას ხშირად ურევენ ერთმანეთში. ცხენს და ადამიანს შეუძლია გაათრიოს ტვირთი, მაგრამ ცხენი ამას უფრო სწრაფად გააკეთებს. ცხენი უფრო მძლავრია. პატარა მანქანისა და Land Rover-ის ძრავებმა შესაძლოა შეასრულონ ტოლი მუშაობა, თუმცა მცირე ავტომობილი გაცილებით მეტ დროს დახარჯავს იგივე სამუშაოზე. Land Rover-ის ძრავა პატარა ავტომობილის ძრავაზე უფრო მძლავრია. მის მიერ ერთ წამში შესრულებული მუშაობა მეტია. სიმძლავრე მუშაობის შესრულების სისწრაფეა. რაც უფრო ნაკლები დროა საჭირო მუშაობის შესასრულებლად, მით მეტია სიმძლავრე. სიმძლავრის გამოსათვლელად მუშაობა გაყავით დროზე. სიმძლავრის გამოთვლა შესაძლებელია გადაცემული ენერგიისა და დროის შეფარდებითაც.